ესრა გაჩერდი. ყველაფერი სავარასწორად გავიგე. თქო მომისმინე. არ ვიცოდი. მართლა არ ვიცოდი. არა. დაბადების დღეს გელოცავ. მიხარია რომ დაიბადე. რა გააკეთე ძმაო? ამ გოგონამ შენს დღესასწაულზე იმდენი დრო და ენერგია დახარჯა და ასე უხდე მადლობას. საკმარისია. რა არის საკმარისი? თვის გულისათვის ასე შეიძლება სხვების წინ იმდენი რომ ჩაიდინეს. კარგი. ექრამი მართალია. მეგობრებო, არ ვიცოდი. მართლა არ ვიცოდი. ეფემ დარეკა. ის და ეს რა დღეს შეხვედრაზე შეთანხმდნენ. და მაშინვე ჩათვალე რომ მათ შორის რაღაც იყო, ხომ ასია? კარგი, რაც მოხდა. წავედით. შენ მათ გაყევი, მე დავრჩები. ძამიკო. კარგი, ასე ძალიან ნუ განიცდი. ესრა. ესრა. მე და ოზანი ატლასის გამო დავქორწინდით. იმისთვის რომ ის და ოზანი ერთმანეთს შეჩვეოდნენ, რომ ატლასს ოზანი მამად მიიღო. რა თქმა უნდა, ოზანი ძალიან მიყვარდა. ყოველთვის იმედი მქონდა რომ ყველაფერი დაალაგდებოდა, რომ შევძლებდით ერთი ოჯახი ყოფილიყავით. მაგრამ არ გამოვიდა. არ გამოდის. რაც არ უნდა გავაკეთო, არაფერი გამოდის. სიყვარული ვერ შევძელით. ვერ მოვახერხეთ. დედა, მე ბოდიშს გიხდი, რომ მოგატყუე. გთხოვთ, მაპატიეთ. შვილო, არ გინდა. საბოდიშო არაფერია. ოზანმა შეცდომა დაუშვა. მამა შენი მართალია. მთავარია რომ შენ არ განიცადო ეს რა, დანარჩენს კი ჩვენ მოვაგვარებთ, შვილო. დედა, ძალიან წუხარ რომ ძლიერ ქალად ვერ ვიქეცი როგორც შენ გინდოდა. მაპატიე. ნუ სულელობ. შენ იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე მე ვოცნებობდი. შენით ვამაყობ ეს რა. ო შვილო, შენით ვამაყობთ. და ახლა რა იქნება?
დღევანდელ დღემდე ვითმედი. ყურადღებას არაფერს ვაქცევდი, მაგრამ აღარ შემიძლია. მოთმენის ძალა აღარ მაქვს. ცხადია, რაც იქნება. დაშორების გარდა სხვა გამოსავალს ვერ ხედავ. ოზანს გავეყრები. მისმინე ჩემო ლამაზო, რაც არ უნდა გადაწყვიტო. ჩვენ ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით. თავარია შენ არ ინერვიულო. კარგი? შენ ჩვენი თვალისჩინი ხარ. ჭირდები. ჩვენ გჭირდები. თან ძალიან შვილო. ალბათ როგორ განიცადა. განიცადა, რა თქმა უნდა. მისგან ასეთი სიტყვების მოსმენისას შოკი ჰქონდა. თან ყველას თვალწინ. ის ქალი რაში მადარდებს? ხომ ასეა? იმას ვიძახი, რომ ჩემმა ბიჭმა განიცადა. საშინელებაა დედა. ასეთ სიტუაციაშიც კი მხოლოდ ჩემს ძმაზე ვფიქრობ. ბუნებრივია, მასზე ვფიქრობ. სხვაზე ვიზე უნდა ვიფიქრო. სხვები რაში მადარდებს? ჩემი ბიჭი ძალიან განერვიულდა. ელიფ, ნუ გავიწყდება, რომ მან შეიძლება შეცდომები დაუშვას. და დაუშვა კიდეც და რატომ? რატომ? იმიტომ, რომ ძალიან უყვარს. ამის თქმა არ მინდა, მაგრამ ჩემი შვილი იდიოტია. ბავშვობიდან იმ ქალზე იყო ჩაციკლული. ეს რა ის, ეს რა ეს? სხვას ვერავის ამჩნევდა. სათვალე მივეცი, რომ დანახვა შეძლებოდა, მაგრამ სრულიად დაბრმავდა. დედა, იცი ეს რამ ძალიან განიცადა. ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ წამს დასრულდეს. საქმე ამდენად სერიოზულადაა? ამდენად. დასასრულია? ხო? იქ დავბრუნდით, საიდანაც დავიწყეთ შვილო. ჩემი გემრიელი ბიჭი. მერთო, ამ შუაღამისას ვინაა? დედიკო, სავარაუდოდ ოზანია. მასთან საუბარი არ მინდა. შენ გააღებ? გავუღებ, მაგრამ დავაპარაკებოდი შვილო. დღეს არა, დედა, მართლა. კარგი, შენ წადი, დაიძინე. დედა, ვიცი ეს რა არის. უნდა დაველაპარაკო. დიდი შეცდომა დაუშვი. ბოდიშის მოხდა მინდა. ოზან, ეს რა საუბარი არ უნდა. დედა, იქნებ შენ უთხრა, რომ ოზანი მოვიდა. უთხარი, რომ ძალიან მწუხარ. უნდა დაველაპარაკო, დედა. უნდა იცოდეს, ასე რატომ მოვიქეცი. ოზან, მისმინე. ღვეძლე შვილი ვით მიყვარხარ. ჩემი შვილი ხარ. მაგრამ ეს რას ძალიან აწყენინე. იქნება ახლა საუბრისთვის შესაფერი სიდრო არაა. რა სიტყვი? შვილო, სახლში წადი.
Savaşıp yenilmişim, inan umurumda değil. Güvenip yanılmışım, inan incitmez beni. Yalnızlık karıştı, kendimle barıştım. Ben çoktan değiştim, zordu ama alıştım. Savaşıp yenilmişim, inan umurumda değil. Güvenip yanılmışım, inan incitmez beni. Yalnızlık karıştı, kendimle დაგელოდები სანამ არ მომისმენ. ben çoktan değiştim, zordu ama alıştım. Bu saatten sonra yansam ne olur, yağıyor yağmurlar. Olan olmuş artık, dönsen ne olur, sönüyor yangınlar. Bir daha kandırmam kendimi, inandırmam. ოზან, სახლში წადი. ნუ მელოდები, სახლში წადი. არ სადარძევალ სანამ არ მომისმენ. შენი მოსმენა არ მინდა, არ გესმის? გეუბნები რომ შენი ნახვა არ მინდა, არ გესმის? გვაპატიეთ. ბატონმა ოზანმა ჩვენთან გასაუბრება გადაწყვიტა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაველაპარაკოთ. ყველაფერი მხოლოდ ისე უნდა იყოს, როგორც შენ გინდა, არა? ერთი წუთი. თუ ერთი წუთი მომისმენა. ძალიან უხარ მართლა. იმ დღეს დავინახე რომ მეფემ დარეკა. გეკითხა, მაგრამ მიპასუხა რომ დედა იყო. გეკითხა ოზან. გეკითხა რატომ ვიტყუებოდი? 1000 სისულელის მოფიქრების მაგერ ჩემთვის გეკითხა. დამლაპარაკებოდი. ასე რატომ არ მოიქეცი? წადე ეს რა. მეორე დღეს შენთან მოვედი. მინდა და მეკითხა. გაიხსენე აბა? და შენ თქვენ რომ საღამოს ზეინოს ხვდებოდი. მე მომესმა რომ მეფეს ხვდებოდი. ბუნებრივია ასე ვიფიქრა. ასე იფიქრე ოზან. მე შენი გულისთვის ვემზადებოდი. დაბადების დღესთვის სიურპრიზ გიმზადებდი. არც კიდე ფიქრდი პირდაპირ მე და დანაშაულე. მაშინვე ჩემი და დანაშაულება დაიწყე. ვიცი და ძალიან უხარ. მართლა ეს რა. გამიშვი. ეს გაიგეთე და სახლში წავიდეთ. ბავშვი წავიყვანოთ და სახლში დავბრუნდეთ. მიდი. შენი აზრით პრობლემა მხოლოდ დღეს მომხდარია? ოზან, შენ მე არ მენდობი. შენი ბრაზი ჩემდამი არ ნალდება და არ განელდება. რაღაც ხდება და შენ მაშინვე რაღაცების მოფიქრებას იწყებ. მაშინვე მე მადანაშაულებ და არაფრის არ გჯერა. ჩემთვის ტკივილის მოყენებამდე არც კი ფიქრდები. ყოველთვის ასე იყო, მომავალშიც ასე იქნება. დავიღალე. ვიცი, ძალიან დავიღალე, მოთმენის ძალა აღარ მაქვს ოზან. ვიცი, ყველაფერი ვიცი. ძალიან უხარ. მართლა. მობოდი. ოზან, იმ დღეს ფაბრიკაში გული გადაგიშალე. ერთმანეთს გულახდილად ვესაუბრეთ. ყველაფერი მოგიყევი, რასაც განვიცდი. მეგონა გამიგე, მაგრამ ძალიან შევცდი. ოზან, შენ გარდა არავის ხვდებოდი, არავის. და ამის მიუხედავად არ მენდობი. აქედან გამოსავალი არ არსებობს. და დღეს საღამოს იქ ატლასი რომ ყოფილიყო? ჩემ შულს ეს სიტყვები რომ მოესმინა მერე? სხვების წინაშე დამცირებაზე თანახმავარ, ამას გავუმკლავდები, შევებრძოლები, მაგრამ ჩემი შვილი ამაში არ უნდა გაერიოს. გესმის? ამას არ დავუშვებ. ახლა კი სახლში წადი. ჩემი სახლი თქვენ ხართ. ჩვენ შენი სახლი აღარ ვართ. როცა ამ თამაშს თანხმდებოდი, მეგონა ბრაზი გადაგივლიდა. მეგონა შევძლებდით ისევ ოჯახი ყოფილიყავით. მაგრამ შეცდომა იყო. მე და შენ დიდი შეცდომა დავუშვით. არა. შეცდომა არ დაგვიშვია, არა. ეს არ არის შეცდომა. ყველაფერი რაც გადავიტანეთ წარსულშია. უნდა იქიდან დავიწყოთ, სადაც გავჩერდით. თხოვ, გპირდები რომ შევიცვლები. გპირდები. არ შეიცვლები.
ოზან არ შეიცვლები. შემიძლია ეს რა. შეცვლა შემიძლია და შევიცვლები კიდეც. გაჩვენებ რომ შემიძლია. შენზე და ათლასზე უარს ვერ ვიტყვი. არა. ძალიან მეყვარხარ. დღემდე მეყვარხარ. დღემდე. გთხოვ. გთხოვ, წავიდეთ. გთხოვ, წამოდი. წამოდი. სახლში დაბრუნდი ოზან. გთხოვ ეს რა. სახლში დაბრუნდი. ილაპარაკეთ ჩვილო. ესეც გაივლის შვილო. ესეც გაივლის. კარგად ვარ დედა, კარგი? დამჯერად ყველაფერს მოვაგვარებ, არ ინერვიულო. შვილო, განერვიულებული ხარ. მითხარი განერვიულდი? მითხარი რომ არ ნერვიულობ შვილო, მითხარი რომ არა. მითხარი რომ არ განერვიულდი, მითხარი რომ დავმშვიდდე. ნერვიულობ დედა, მაგრამ ეს რა მართალია. ამჯერად ზღვარ ძალიან გადავედი. მაგრამ როგორც გითხარი, ყველაფერი მოგვარდება, ნუ დარდობ. მე მოვაგვარებ ყველაფერს შვილო. მე მოვაგვარებ, მაგ ესრას თავი დაანებე. მოვიდე? მოვიდე ესრას დაველაპარაკო? ჩამოვიდე? ჩამოვა. დედა, შენ არ ჩაერიო. მე მოვაგვარებ, კარგი? ახლა უნდა გავთიშო. კარგი შვილო, კოცნი. გამარჯობა ძამიკო. გამარჯობა მოსა. როგორ არის საქმეები? როგორც იყო არც ესე კარგად. ეს ნორმალურია. ის რაც გუშინ გააკეთე, არა სასიამოვნო იყო რძალს გული ადგინე. ოვადგინე. გოგო ყველას თვალწინ განადგურდა. შენ იცოდი სიურპრიზის შესახებ, რატომ არ მითხარი? არ ვიცოდი. მე არ მითხრეს იმის გამო, რომ მაშინ უგეთყოდი. სიურპრიზ გავაფუჭებდი. ზეინლომ ბოლოს მითხრა. მართალია, რომ გწოდნო და მეტყოდი. ო მაშინე. მხოლოდ ერთი დღე გავიდა. ერთი დღე და ორივე უკვე ისე მენატრება. უშინ საღამოს იმდენი პატიება ვითხოვე, მაგრამ ვერ დავარწმუნე. ვერც დაარწმუნა, ეს ბუნებრივია. მადლობა. მადლობა მუსამ ხარს ისე კარგად მიჭერ. არაფრის. მაგრამ ამას გამოვასწორებ. რას გააკეთებ? რასიზმ. შევიცვლები. სულ სხვა ადამიანი გავხდები, შევიცვლები. შენ. მე. შევიცვლები. შევიცვლები, რამდენჯერ უნდა გითხრა. კარგი? რადგან შეცვლას აპირებ, მაშინ შენი ბრაზის პრობლემის მოგვარებაც საჭირო იქნება. იმიტომ, როცა ბრაზობ, ცის სისხლიანი ხდები და ფეთქებადი. ხვდები? არ ვიცი რას ვაკეთებ, როცა ბრაზობ. მშვიდად უნდა დავფიქრდე. გადაწყვეტილება მივიღო და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმოქმედო. სიმშვიდეს ვეძებ. ძმაო, სიმშვიდის შენარჩუნების კლასიკური მეთოდები არსებობს. ყველაზე პოპულარული 10-მდე დათვლაა. როცა ბრაზობ, ღრმად უნდა ჩაისუთქო და 10-მდე დაითვალო. ამ დროს ბრაზი გაგივლის და მშვიდად შეგიძლია იფიქრო. ორი წამი. მაგალითად გავბრაზდი. ჯერ ღრმად ჩავისუნთქავ და 1-დან 10-მდე ვითვლი არა? რასე გამივლის? კი. იულია, ამას გავაკეთებ. ეს საკმარისი იქნება? ჩათვალე რომ ეს დასაწყისია ძმაო. ნახოთ სიტუაციის მიხედვით გავზრდით. კარგი, 1-დან 10-მდე, კარგი. კარგი, გავაკეთებ მოსა. ყველაფერს გავაკეთებ. თავარია ეს რამ მაპატიოს. საკუთარი თვალით ნახავს, როგორ ვიცვლები. ოზანი არ შეიცვლება ზეინო. არ შეიცვლება. ახლა რა იქნება? სახლების დათვალიერებას დავიწყებ, განცხადებას გადავხედავ. შემდეგ როცა გამბედაობას მოვიკრებ, ადვოკატს დავიქირავებ. რას ლაპარაკობ, გოგო? რა ადვოკატი? კარგი, გუშინ მეც გავბრაზდი. მაგრამ დატანჯე როგორც ღირსია, მაგრამ ცოტას ხომ არ ჩქარობ. ზეინო, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უნდა მიმეღო. უკვე დავასრულე. რა გითხრა? მე და მუსომ ნიშნების თარიღი შევარჩიეთ. ზეგისთვის.
სანამ თქვენ ამ მდგომარეობაში ხართ, არ შეიძლება. გადავიტანთ. არა, ნუ სულელო. ქორწილში წავალთ და ყველა ერთად გავერთობით, კარგი? დარწმუნებული ხარ? რა თქმა უნდა. კარგი, რადგან ასე იძახი, წავედი, უნდა გავთიშო. გამარჯობა, ქალბატონო ესრა. თქვენს კაბინეტში მივდიოდი. ეს თქვენ გამოგიგზავნეს. ხო? გამოგართმევთ. ინებეთ. მადლობა. დანარჩენები შეგიძლიათ ჩემს კაბინეტში წაიღოთ. თუ მაბადეა. მენექშე გთხოვ, შენი ქალიშვილი დაარწმუნე, ჩემ შვილთან დაბრუნდეს, გთხოვ. გემრიალად მიირთვით. გინდა შერიგდნენ? არა, არ მინდა რომ შერიგდნენ. შენმა ქალიშვილმა საკუთარი დანაშაული უნდა შეიგნოს. უნდა გაიგოს, რომ ჩემ შვილს ვერავინ მიატოვებს. არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენ არ ამიმტოვებს. ეს ჩვენ მტოვებთ. ისევ იგივე სიმეორებს, სისულელია. თავი დამანებე ღვთის გულისათვის. მენექშე, ჩემი შვილი ძალიან ნერვიულობს. ინერვიულოს და იმსახურა. ჩემს გოგოს გული გაუტეხა, ინერვიულოს და ეგონს მოეგოს. როცა ჩემი შვილი განიცდის, მეც ძალიან განვიცდი. ოჯახში როგორ ხართ? ჩემი შვილიშვილი როგორაა, პატარა ადგილს შეეგუა? არა, არც მიეჩვევა. თქვენ ერტენების ოჯახმა ჩემი ცხოვრება გამინადგურეთ. მწვალებლები, გამაღიზიანებლები, ჩემი ცხოვრებიდან წადით. მენექშე, ჩემო სულა, ზომოთ, თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს. რა არის, რა მოხდა? როცა მოვდიოდი, გზადობნელი შემხვდა. თქვენი თავმჯდომარეობის ვადა დამთავრდა. ისევ არჩევნები უნდა იყოსო. Süreniz dolmuş. Tekrar seçim yapılacakmış. ეს აქ რა შუაშია? ჯერ ახლა დავიწყეთ. რა არჩევნები? ზუმრუდ რას იძახი? თავმჯდომარის პოსტზე უკვე ძლებია რაც ხართ. რაიონს უკვე ყელში ყავხართ ამოსულები. მართალია, რაღაცეებს გაკეთება ვერ მოახერხეთ. დემოკრატიაა საჭირო ორი თავმჯდომარის დროს. გადაწყვეტილებების მიღებისას ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ. ამის გაკეთება ვერ შევძელით. მაშინ ასე მოვიქცეთ. მარტო გავაგრძელებთ თავმჯდომარეობას. ჩემს ოცნებებს განვახორციელებ რა სიტყვილოაშა. მარტო იქნები? ეს შენს გამო ვერ შევძელით ჩანაფიქრის განახორციელება, შენს გამო ვერ გავაუმჯობესე რაიონი. რაიონს ოქროც რომ მოაფრქვიო, სანამ შენ ხარ რაიონი არ გაუმჯობესდება. იქნებ სხვაგან გადახვიდე. მეც ამას ვიძახი. შენი ბუჭი საუბრები. ეს ყველაფერი ამიტომ დაგვემართა. საკუთარ თავს ოქროს განდაკება უნდა დაუდგას. აბრები ოქროსი იქნება. კარგი, გარკვეული წინააღმდეგობები მქონდა. ოცნებების განხორციელება ვერ მოახერხე, მაგრამ ახლა მარტო ვიქნები. ყველა ოცნებას ავისრულებ. მე განმახორციელებ ოცნებებს, მე. შენს ოცნებებს მხოლოდ სიზმარში თუნახავ. ვნახოთ. შენს ოცნებებს ოქროთი დავმარხავ. ასე? ხო, შევხვდებით. პირისპირ. ბრძოლა დაიწყება. კარგად ხარ? კი, დარწმუნებული ხარ? რა თქმა უნდა არ ვარ კარგად. სამსახურში ამიტომ მოვედი. კარგად მოიქეცი. ყურადღებას მაინც გადაიტან. იმდენი რამეა გასაკეთებელი. სახლი უნდა ვიქირაო, მაგრამ ჩემი სასურველი სახლები ძვირია და დანარჩენები მყუდრო არაა. ესრა. დარწმუნებული ხარ რომ გაყრა გინდა? კი, წინამძღოლში მე შემიძლია დაგეხმარო სახლის საკითხში. ჩემს შენობაში ერთ-ერთი ბინა, კარგი, სუფთა. ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა, თუ გინდა, შეგვიძლია ერთად დავათვალიეროთ. ხო, ო, რა დაშავდება? შეიძლება. დღეს დავნიშნოთ შეხვედრა ვახშმის შემდეგ. დავნიშნო. კარგი, თათბირზე ნუ დავაგვიანებთ. საერთოდ არ დამეკითხავს. ცოტა მომიყევი. ყველას მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ოზან. მეგობრებო, სანამ თათბირს დავიწყებთ, მინდა ეს რას თქვენს წინ უთხოვა პატიება. ლუშინ ზღვარს გადავედი, ძალიან გადავედი. ის ვთქვი, რაც არ უნდა მეთქვა. ამიტომ ესრა. მაპატი. ეფე.
შენს გიხდებოდის. კარგი იქნებოდა ეს არ მომხდარიყო, მაგრამ პრობლემა არ არის. 7-7, 1-2-3, სიმშვიდე. მართალი ხარ, სრულად მართალი. ჯობდა ასე არ მომხდარიყო. შეგვიძლია დავივიწყოთ. გაიე. მეგობრებო, ჩვენი აპლიკაციისთვის ინოვაციების და განახლებების შესახებ ინფორმაცია მოამზადე. საქაღალდეები წინ გიდევთ. ინოვაციები და განახლებები ახსენე გაიე. ინოვაციები და განახლებები მნიშვნელოვანია, როცა რომ მოვა. ადამიანები უნდა შეიცვალონ, ხომ ასეა? იმიტომ რომ ადამიანებს შეცვლა შეუძლიათ. ადამიანებს შეუძლიათ შეიცვალონ, მაგრამ ზოგი ადამიანი არაფრის დიდებით არ იცვლება. იქნება იმიტომ რომ ამის შანსი არ ეძლევათ. იქნება არანაირი შანსი აღარაა, იმიტომ რომ აქამდე მიცემული ყველა შანსი გამოიყენა. ეს რა? ჩვენ აპლიკაციის განახლებებზე ვლაპარაკობდით არა? მოდი, გადავხედოთ. აპლიკაცია. ხო, მიდი გაიე, გააგრძელე. მეგობრებო, თუ საქაღალდეებში არსებულ ინფორმაციას გაეცანით, გთავაზობთ ეკრანზეც გავაანალიზოთ. ძვირფასო მეზობლებო, მზად ხართ განახლებების, ინოვაციების და ცვლილებებისთვის. ჩემი დაწესებულების წინ რასაკეთებ გაიწიე? ეს საჯარო ტერიტორიაა, ამასაც დაადგი თვალი. შენ არავინ, ეს ხალხის საკუთრებაა, შენ არავის უნდი ხარ. ხელი გაწიე, სირცხვილია. ცოტა პატივისცემა მაინც გამოიჩინე. ზუმრუთ, მენექშე. ახალი ამბავი მაქვს. გალებო, ახალი ამბავი მაქვს. გაჩუმდით, რამდენი წლისები ხართ? 53. 53? შენ 55-ის ხარ. 55-ის არ ვარ, ჩემზე 2 წლით უფროსი ხარ. დედაჩემმა უბრალოდ 2 წლის მერე ამიღო დაბადების მოწმობა. ეგ დაბადებისთანავე ხდება. რა სიძახი? გაჩუმდით, რა გჭირთ? ენაზე ფუტკარმა გიკბინათ? ასე რატომ ამბობ? ხალებო, ახლა ჩხუბის დრო არაა. დაზავების დროა. რატომ? რა მოხდა? თავმჯდომარის პოსტზე ახალი კანდიდატი გვყავს. გილოცავთ. ვინაა ეგ უკვდავი? საკანცელერიო მაღაზიის ახალი მფლობელი. ბატონი ნაზიმი. ხალებო, ისეთი მაღალია, ისეთი ტანი აქვს, ლამაზია, ქარიზმატული, ისეთი კაცია, კარგი, კულტურული, არც კი ვიცი. ურჩევნია ფრთხილად იყოს. რასით ავხედია? ეს ომი ჩვენ შორის არის. ის რას ერევა? კარგი, მენექშე. ასე ნუ ნერვიულობ, ამას მოაგვარებ. ამას მე მოაგვარებ, რა განერვიულებს? გამიშვი. არამატკბილი არ გაქვს, ძალიან მომინდა. თუ სხვა არაფერი აღარ არის, მაშინ დღეისთვის საკმარისია. მადლობა ბატონო ოზან. ირენ, შეგიძლია შენი ჩანაწერები პოსტაზე გამომიგზავნო, რაღაც გამომრჩა. იოლ დღეს გისურვებთ. ეს რატომ ვერ მოახერხე? ოზან, შენთან რაღაცის განხილვა მინდოდა. ო? გისმენ? ვიცი ეს კომპანია შენ შექმნილი ხელმძღვანელი შენ ხარ. გამიხარდება თუ მეც მეტყვი ხოლმე როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებ. ამ კომპანიაში მეც პარტნიორი ვარ. გადაწყვეტილებები, რომელსაც მივიღებ, განხილვას არ ექვემდებარება. ხელმძღვანელი ამიტომ ვარ. თუ ამას ვიძახი დროა შეიცვალოს. იმიტომ რომ ყველაფერი ვერ გეცოდინება. თუ გადაწყვეტილებებს ერთად მივიღებთ, გამიხარდება. და თუ მკითხავ ხოლმე აზრს. რამე თქვი? მართალია. ადამიანი მართალია. სურია. ოეფე ყველაფერი ისეა როგორც შენ თქვი. ადამიანების სიახლეებისადმი ღია უნდა იყვნენ. ხომ ასეა? იმიტომ რომ ყველაფერი ყველაზე უკეთ ვერ მესოდინება. როგორც ხედავ, ამაზე ვიფიქრებ. ხო, ვიფიქრებ. გადასარევია, შესანიშნავი. წინ მართლა გითხრა, ვღელავდი რა რეაქცია გექნებოდა, მაგრამ გამიხარდა. ცუდი რეაქცია რატომ უნდა მქონდეს, ბუნებრივ რამე სიძახი. ნეგატიურად არ ვრეაგირებ. შევიცვალე. შესანიშნავია, შესანიშნავი. წარმატებული მუშაობა. კარგად. შენ ვინ ხარ, რომ შენი აზრი მოვისმინო? ოზან, გისმენას რა? ასე რატომ მიქცევი?
ყველას წინაშე ითხოვ პატიებას. ეფესაც უხდი ბოდირს. მე რეიძახი რომ ახალი იდეების მიმართ ხარ ღია რა ხდება? ვიცვლები ეს რა. ადამიანებს საკუთარ შეცდომებზე შეუძლიათ ისწავლონ. გეუბნებოდი რომ შევიცვლები მეთქი. არა მგონია. ახლა შენ არ დაგკარგავ. მიყურებს? ო, გიყურებს. შეტრიალდა, მიდის. წავიდა. ძალიან კარგი, ყველაფერი კარგად მიდის. ეს არ უნდა გავაფუჭე მუსა. ამას ვერ გავაფუჭებ. გეუბნებოდი? მასზე შთაბეჭდილებას მოვახდენდი. ო, ძმაო, ახლა ყველაფერი კარგად არის. ვინ არის? რას წარმოადგენს რომ მისი აზრების მინო ვინ არის? აქ ისეთ პასუხს გავცემდი ისეთ კარგს. ო, კარგი ძმაო, დამშვიდობი. ღრმად ჩაისუნთქე და დაითვალე. 1, 1, 2, 2. 3. რა მოხდა? არაფერი ბატონო ზამძავა. შეხვედრამდე. დროებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ, კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად. კარგ დღეს გისურვებთ. ნახვამდის. ნაზიმი შენ ხარ? დიახ, გისმენთ? არც კი უარყოფს. ნამდვილი შეშლილია. რამდენი გინდა? რა? რამდენი გინდა? რამდენი ლირა? იმისთვის რომ კანდიდატობაზე უარი თქვა. თქვენ უგეშინია მშვიდად მითხარი რამდენი? ის ცნობილი ზუმრუთი შენ ხარ. კი, ცნობილი ზუმრუთი მე ვარ. ჩემი სახელი შენთვის უკვე ცნობილია, თუმცა მე აქ პირველად ვარ. რამდენი გინდა? უარი რომ თქვა? თქვი, მიდი. ამ საქმეს ვერ გაუმკლავდები, სათამაშოების და კალმების გაყიდვა გააგრძელე. უკან რატომ უნდა დავიხვია? ახლა იეშუჩენის პერიოდია და ჩემს მაღაზიაში ცხოველების მტრებს ვერ შემოუშვებ. ამ ქურქის ტარების როგორ არ ხრცხვენია მაინც. არ მცხვენია. ამ ქურთუკებისთვის ცხოველებს კლავენ. ამიტომ ამბობ, ეს ბეწვი ნამდვილი არაა. ხო, ღირსებები მეც მაქვს, ეს ხელოვნური ბეწვია. ნიშნულობა არ აქვს ადამიანებს აიძულებს მოუნდეთ. და შენ რა? შენ დაგკითხო რა ჩავიცვა? თუ მომიდება ქურქს ჩავიცმავ, ჟილეტს, ტრიკოტარს, ბეწს, ნეილონს, შენ რა გესაქმება? მე ზუმრუთ კორფალი ვარ და ჩემ საქმეში ვერამი ჩაერევა. აი მესმის თან მომწონეობა. ამ სამყაროში შენ ერთი პატარა წერტილიც კი არ ხარ გესმის. და თუ არჩევნებზე ვლაპარაკობთ მაშინ, მე კანდიდატი იმიტომ გავხდი, რომ მეზობლებს აი ასე უნდოდათ. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. კანდიდატობაზე უარს არ ვიტყვი. ჩანს ამ სამყაროში შენ ჯერ არავისთან წაგიგია. კარგი. ჯავშანთან დაკავშირებული საქმე მომიგვარე, კარგი. მუსა. ასეთი რამ მოვიფიქრე. ერთი რესტორანია, რომელიც ეს რას მოწონს. წავალ და დავჯავშნი. ერთად ვივახშმებთ. და შეიძლება ეს რამ აპატიოს, რა სიტყვი. ძალიან კარგი გეგმაა, ძალიან კარგია. რაც შეეხება ეფეს. მის ხარიკებს არ ავყოლება, არ ავყევი. ვინ არის რომ საკუთარი აზრი მომახვიოს თავზე? შენი აზრი რაში მჭირდება? ან რა უნდა ვუყო? შენ წადი რა, პიცა გამოაცხე. მიდი პიცა გამოაცხე. შენი ნებართვა არ მჭირდება. ეფეს უღიმი იმისთვის, რომ ეს რამ მაპატიოს. არ უნდა გაბრაზდე, არაფრის დედებით. მაგრამ იქნებ ოცამდე დაითვალო მაინც, ძმაო. რატომ? ოცამდე რატომ? ათამდე ხომ დავითვალე და ისეთი არაფერი გამიგეთებია. არაფერი გაიგეთებია, მაგრამ გააკეთებ. ზეინოს ველაპარაკე. რძალის სახლის დასათვალიერებლად წავიდა. რა? პრობლემა ეგ არ არის. იქ სადაც ეფე ცხოვრობს, თავისუფალი ბინაა, ძმაო. ოდა ერთად წავიდნენ, დასათვალიერებლად. ჩემი ცოლი, შენი რძალი. ეფესთან ერთად სახლში სადაც ეფე ცხოვრობს. ბინის სანახავად წავიდნენ, მუსა? ასეა მუსა? კი ასეა, მაგრამ ბინა შორს არის, სხვადასხვა სართულებზეა. ეგ სახლი სად არის? სად არის? ძმაო, ჩვენ ცვლილებებზე ვაპარაკობდით, ეგ სახლი სად არის? აქედან შესანიშნავი ხედია. ეს რა? მოგეწონა? ხო, ძალიან მომეწონა. არაჩვეულებრივია, მე ხარია რომ მოგეწონა.
მაშინ წავალ და მეტრიანს მოვიტან. უნდა ავზრუნოთ. ატლასის ოთახისთვის. კარგი, მადლობა. ესრა, ოზანზე გაბრაზებული ხარ სამართლიანად, მაგრამ მეტის მეტი არაა. არა, ზეინო, საკუთარი ცხოვრება უნდა ავაწყო და მოგვიანდა კიდეც. ხომ იცი რომ ეს ოზანს არ მოეწონება? ნუ მოეწონება. შენი აზრით მე მომეწონა რაც მითხრა და ჯერ კიდევ ისე ვუყურებ სახეში თითქოს არც არაფერი მომხდარა. ჯობს ატლასზე ილოცოს. კარგი, მართალი ხარ, მაგრამ მათქმევინე. ადვოკატთან მოლაპარაკებებს არ იჩქარებ, კარგი? ზენო, უამრავი საქმე მაქვს, ვერ ვიჩქარებ. ამაზე დავფიქრდები, არ ინერვიულო. შესანიშნავია. ფიქრობ ეს ატლასის ოთახი იქნება. ვინა? არავინ, არაფერს წარმოადგენს. ერთი წერტილია. ასეთი ფრაზა არსებობს? არსებობს? შეიძლება. რა წერტილი? მე წერტილი კი არა, ძახილის ნიშანი ვარ, უზარმაზარი ძახილის ნიშანი. ზუმრუთ, აი რას გეტყვი? მე შენთვის უარესებიც მიწოდებია და ამ კაცის ნათქვამზე ასე რატომ ჩაიციკლე? ზღვარს გადადის, უსიამოვნოა, უშნოა. გესმის, რას გეკითხები? რატომ ვატარებ ბეწვს? ბატონი ცხოველების დამცველი. სხვენია. მისი რა საქმეა? შენი რა საქმეა? გეკითხები, ჩემი გესმის? შენი რა საქმეა? არა გესმის. შენი რა საქმეა? ზღვარს გადადის. შენ შეგეკითხო, მე რა ჩავიცვა? და ეს ბეწვი რაც მაცვია, ნამდვილი არაა, ხელოვნურია. ეს არავის უთხრა. რაღაცას გეკითხები, მიპასუხე. უბანმა გადაწყვიტა, რომ კანდიდატი უნდა იყოს. უბანი საიდან გიცნობს? საიდან? კარგი რა, ტვინი, ნუ წაიღეთ. კარგი, დაუშვათ, რომ დრო მოვიდა ვინმე ჩამანაცვლოს. და შენ ვინ ხარ? შენ ჩამანაცვლებ? ვინ ხარ რომ ჩამანაცვლო? შენ ვინ ხარ? ჯერ ამაზე მიპასუხე. მენექშე, დრო მოვიდა, ჩვენი ძალები გავაერთიანოთ. ისევ ორივენი გავხდებით კანდიდატები. როგორც იტყვიან, თითქოს თითო საზამთრო. ორი საზამთრო. დრო მოვიდა. ძალიან გავბრაზდი, გავანადგურებ. ან მოვიგებ. ესეც ასე. 3:20.